ხშირად ვფიქრობთ, რომ ტრავმა მოვლენებთან არის დაკავშირებული ძალადობასთან, სიკვდილთან ან ღალატთან, მაგრამ სინამდვილეში ტრავმა არის ის, რასთანაც ადამიანი რჩება მარტო, რის გადამუშავებასაც ფსიქიკა ვერ ახერხებს. როდესაც ტკივილი არ არის გაგებული, მიღებული, დასახელებული, ის იწყებს ხასიათის ფორმირებას და ესე იბადებიან და იზრდებიან დასრულები, რომლებზეც ვფიქრობთ, მათში რაღაც ისე ვერ არის. სინამდვილეში კი მათ ოდესღაც ბავშვობაში ძალიან სტკიოდათ და ისინი გაიზარდნენ, მაგრამ ტკივილი დარჩა და დაიწყო ხასიათის ფორმირება. ტკივილის თავიდან აცილება ცხოვრების სტილი გახდა. გამარჯობა, მე ვარ მაგდა ბერესტი, ფსიქოანალიტიკოსი და ამ არხზე ვეცდები მარტივი და გასაგებიანით ვისაუბრო ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. წინა ეპიზოდში განვიხილეთ თუ როგორ აყალიბებს ადრეული გამოცდილება ჩვენს ფსიქიკურ სტრუქტურას, ფსიქიკის ორგანიზაციის ტიპებს. დღეს ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და განვიხილავთ რა ფსიქოტიპები ყალიბდება ამ ადრეული გამოცდილებიდან. დღეს განვიხილავთ ფსიქოტიპებს გამოჩენილი ფსიქოანალიტიკოსის ნენსი მაკ-ვილიამსის მიხედვით. სულ განვიხილავთ 9 ფსიქოტიპს. დღევანდელ ვიდეოში იქნება პირველი 3, ხოლო მომდევნო ორში დანარჩენს. ყოველ ბავშვს, რომელიც აწყდება ძალადობას, უარყოფას, უჩნდება გადარჩენის საჭიროება. ფსიქიკა ავითარებს დამცარ სტრატეგიებს, გზებს, რომელთა მეშვეობითაც ბავშვი ცდილობს გაუმკლავდეს აუტანელ განცდებს, რათა გადარჩეს. მარტივად რომ ვთქვა, ეს სტრატეგიები ეხმარება ჭკუიდან არ შეიშალოს, გაუმკლავდეს რეალობას, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ისინი ხშირად ხდება დაბრკოლება, ხელს უშლის სიახლოვებს, გრძნობებს და ურთიერთობებს. დროთა განმავლობაში ამ დამცავი სტრატეგიებიდან ყალიბდება მყარი ხასიათი, ფსიქოტიპი, არა დიაგნოზი, არამედ გარკვეული გზა სამყაროსთან და სხვებთან ურთიერთობის. და დავიწყოთ ფსიქოტიპების განხილვა, რომელი ფსიქოტიპები ჩნდება ყველაზე ხშირად ბავშვობის ტრავმებისგან და როგორ მუშაობთ მასთან ფსიქოანალიზში ან ფსიქოანალიზზე ორიენტირებული თერაპიის ფარგლებში. დავიწყოთ პარანოიდული ფსიქოტიპით და როგორ ხდება ფორმირება. პარანოიდული პიროვნების ტიპი ყალიბდება მუდმივი უნდობლობის, შიშის და საფრთხის ატმოსფეროში, რომელიც მომდინარეობს ბავშვობის დროინდელი მნიშვნელოვანი უფროსებისგან, ანუ მშობლებისგან. ეს შეიძლება იყვნენ მშობლები პარანოიდული თვისებებით ან ფსიქოტიპური შფოთვით, რომლებიც ბავშვს უნერგავენ, რომ სამყარო მტრულია, საშიშია, სავსეა შურით და საფრთხეებით. მაგალითად ფრაზები: მათ არ უნდა ენდო, ყველას ვეჯავრებით, ჩვენი შურთ, თვალი გაახილე, უნდათ რომ მოგატყუონ. რა ისევ ყველაფერი გააფუჭე, ახლავე აღიარე. ეს ფრაზები ხდება ცხოვრების ფონი და მაშინაც კი თუ ბავშვს არაფერი ჩაუდენია, ის შეიძლება რეგულარულად ყოფილიყო ეჭვის, დასჯის და კრიტიკის ობიექტი. ასეთ ოჯახებში არ არის ნდობა და მშობლებთან უბრალო ურთიერთობაც კი შეიძლება დაკითხვას ან გამოცნობანობას თამაშს გავდეს. ბავშვს გამუდმებით აწუხებს კითხვა: რა გავაკეთე არასწორად ამჯერად? და ამას, რა თქმა უნდა, მოაქვს შფოთვა. ბავშვის ფსიქიკა აყალიბებს დამცავ სტრატეგიას, პროექციას. ყველაფერი ცუდი, რასაც ის შინაგანად გრძნობს, შიშის სიბრაზე წყენა, გარეთ გადააქვს. მე არ ვბრაზობ, ეს თქვენ ბრაზობთ ჩემზე. ასევე აქტიურად გამოიყენება უარყოფა. მე არ მეშინია. ეს თქვენ გეშინიათ ჩემი. და ეს ეხმარება კონტროლის შეგრძნების შენარჩუნებაში, მაგრამ ართმევს რეალობის დანახვის შესაძლებლობას. დროთა განმავლობაში ეს სტრატეგია მყარდება როგორც ხასიათი და ესე იბადება პარანოიდული ფსიქოტიპი. თვისებებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: ეგოცენტრულობა, საკუთარი განსაკუთრებული მისიის შეგრძნებით, ეჭვიანობა, შიში, უნდობლობა, ხშირად მტრულად არის განწყობილი საზოგადოების მიმართ, ამჯობინებს იზოლაციას, მარტოობას, ამოწმებს ახლობებს გამუდმებით, გულწრფელნი არიან თუ არა, უღალატებენ თუ არა. შეიძლება იყოს ერთგული, შეუძლებელია მიჯაჭვულობა, მაგრამ მხოლოდ თუ იგრძნობს, რომ თქვენ გაიარეთ მისი ყველა შემოწმება. ხშირად ცხოვრობს შინაგანი კონფლიქტის შეგრძნებით. მე თითქოს დაყოლი შემძლე ვარ, მაშინ რატომ არის სამყარო ესეთი ცუდი? იქნებ მე ვარ დამნაშავე.
ფსიქოანალიზში აღიწერება როგორც ადამიანი ყოვლის შემძლეს შეგრძნებით, მაგრამ მდევნელი შინაგანი ფიგურით, სუპერეგო, რომელიც ხან ადანაშაულებს, ხან იხსნის. და როგორ მუშაობთ ფსიქოანალიზში მათთან? ფსიქოანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს კლიენტის მტრული განწყობა. არ შეეშინდეს მისი, არ იდეოს, არ დაარწმუნოს, არ ამხილოს ეჭვები. შესაძლებელია რბილად გამოიყენოს იუმორიც, განსაკუთრებით თვითირონია, რათა დაეხმაროს მას აგრესიის გადამისამართებაში სიმბოლურ კალაპოტში, სადაც მას შეიძლება ფორმა მისცეს. ქმედების ან ჩახშობის ნაცვლად. მნიშვნელოვანია დავანახოთ ადამიანს, რომ გრძნობების ამოსნობის შესაძლებლობა აქვს და მათზე საუბარი ისწავლოს, საკუთარი საზღვრების პატივისცემა, მაგრამ ასევე სხვა ადამიანისადმი ნდობა უსაფრთხო სივრცეში. მოკლედ, ფსიქოანალიზის მიზანია შეიქმნას ნდობის პირველი გამოცდილება, რომელიც შემდეგაც ადამიანს შეიძლება შეცვალოს ადრე განვითარებული ძველი პატერნი, ჩაანაცვლოს ახლით და შემდეგ გადაიტანოს ეს გარესამყაროში. შემდეგია ობსესიურ-კომპულსიური ფსიქოტიპი და როგორ ხდება ფორმირება. ეს ტიპი წარმოიქმნება ოჯახებში, სადაც ბავშვის სიყვარული და აღიარება დამოკიდებულია მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ის უყვართ რაღაცისთვის, სისუფთავისთვის, წარმატებისთვის, მორჩილებისთვის, მცდელობებისთვის, მაგრამ თუ რაიმე არ არის იდეალურად გაკეთებული, სჯიან არ ცხვენენ ამცირებენ, ან თუ რაიმე არ მოსწონს მშობელს მასში. ბავშვი იზრდება კონტროლის, მორალური ზეწოლის და შეცდომების შიშის ატმოსფეროში. მშობლები შეიძლება იყვნენ პერფექციონისტები, რომლებიც მოიხთხოვენ, რომ საწყოლი იყოს უნაკეცო, მაგი და უნამცეცო თეფში მოსუფთავებული. თუ მოთხოვნა არ არის შესრულებული, ისმის ფრაზები, როგორებიცაა, ისევ ყველაფერი გააფუჭი, არ ცდილობ, არაფრის მაქნისი ხარ, არაფერი გამოგდის. ასე ყალიბდება დამცავი სტრატეგია, კონტროლი წესრიგის მეშვეობით. გრძნობების შიში წყენა ბრაზი ხდება საშიში. მათ გამო შეიძლება ბავშვი უარყონ, თუ ის გამოავლენს ამ გრძნობებს. ამიტომ ისინი ითრგუნებიან და მათ ნაცვლად მოდის რაციონალურობა, კონტროლის სისტემა. ბავშვი ახშობს ემოციებს, რომ იყოს სწორი და არ დაკარგოს სიყვარული, რომ იყოს უფრო მისაღები. რაც შეეხება ამ ფსიქოტიპის თვისებებს, პირველ რიგში ორიენტირებულობა წესრიგზე, რიტუალებზე, სტრუქტურაზე. საკუთარ გრძნობებისა და საჭიროებების ჩახშობა. არ სჯერა, რომ მათზე აქვს უფლება. ჰიპერპასუხისმგებლიანობა, ანუ იღებს იმაზე მეტს საკუთარ თავზე, ვიდრე შეიძლება აიტანოს. უყვარს წესრიგი, მკაცრი გარდრიგი, ჩაკეტილება, თავშეკავებულობა, გარეგნულად სტაბილურობა, მაგრამ შინაგანად დაძაბულია. შეიძლება იყოს მახრჩობელად სწორი, რის გამოც ხშირად იღებს უარყოფას საზოგადოებისგან, გარშემომყოფებისგან. ხშირად იტანჯება დანაშაულის გრძნობით, შფოთვით, არასწორად გაკეთების შიშით. ხშირად ეშინია სხეულის გამოჩენის, სექსუალურობის, იმპულსურობის და დაცვითი მექანიზმებიდან იყენებს რაციონალიზაციას, ანუ ეს საჭიროა, იმიტომ რომ ასეა სწორი. ინტელექტუალიზაციას, საუბრობს არა გრძნობებზე, არამედ თეორიებზე და მორალიზაციას. ასე არ შეიძლება, ასე არასწორია. როგორ მუშაობთ მათთან ფსიქოანალიზში? ასეთი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია უპირობო მიმღეობის გამოცდილება. ამიტომაც ფსიქოანალიზის დროს ფსიქოანალიტიკოსი აძლევს მას უპირობო მიღების გამოცდილებას. მას არ უნდა დასჭირდეს მოწონების დამსახურება, რომ იყოს იდეალური ვიღაცისთვის, რათა მოусმინონ. თერაპია ხდება უსაფრთხოების კუნძული, დაცული ადგილი, სადაც შეძლებელია ცდა, იყო ცოცხალი, მგრძნობიარე, შეცდომების შიშის გარეშე, სადაც შეძლებელია გამოხატო გრძნობები და აქ თავს გრძნობ ნელ-ნელა უსაფრთხოდ. ფსიქოანალიტიკოსი ცდილობს არ გააკრიტიკოს, არ დააჩქაროს, არ მოუწოდოს კონტროლის გაშვებისკენ, რადგან ეს გამოიწვევდა წინააღმდეგობებს. ხდება წახალისება გრძნობების გამოხატვის, თუნდაც ეს იყოს უბრალოდ მე ვბრაზობ, ან არ ვიცი რას გრძნობ, მაგრამ გრძნობ. დროთა განმავლობაში ადამიანი იწყებს შემჩნევას, რომ სამყარო არ ინგრევა, თუ ის რაღაცას იდეალურად არ აკეთებს. ასე ჩნდება შესაძლებლობა იცხოვროს და არა აკონტროლოს ცხოვრება.
და დღეისათვის ბოლო მესამე ისტერიული ფსიქოტიპი. როგორ ხდება ფორმირება? ყალიბდება ოჯახში, სადაც არის კონფლიქტი იდენტობასთან, განსაკუთრებით სექსუალურ ან გენდერულ იდენტობასთან. მაგალითად, გოგონა ხედავს, რომ მის ძმას მეტი შეუძლია, ის უფრო ძლიერად უყვართ, აღფრთოვანებულები არიან მისით, ის ოჯახის სიამაყეა. ან ბიჭი ისმენს, რომ ბიჭები არ ტირიან, ემოციები სამარცხვინოა. ან მშობლები აღფრთოვანებულები არიან გარეგნულად ბავშვით, ხოლო შინაგან გაცდებს იგნორირებას უკეთებენ. ან ბავშვს არ ცხვენენ სექსუალურობის გამოვლენის გამო, თან აღფრთოვანებულები არიან ამავდროულად მის სილამაზით. აქ იქნება ორმაგი გზავნილი, რაც პარადოქსულია. ან მშობლები ემოციურად არასტაბილურები არიან, ხან აღმერთებენ, ხან უარყოფენ. ასეთი ბავშვი სწავლობს: მე ვარ არა ის, რასაც გრძნობ, არამედ ის, რისი დანახვაც სურთ ჩემგან. რომ გადავრჩე, უნდა მოვეწონო სხვას. თუ ვიქნები მკვეთრი, ყურადღებას მომაქცევენ. ფორმა ხდება არსზე მნიშვნელოვანი. ის თრგუნავს ნამდვილ გრძნობებს და ცვლის მათ მკვეთრი, მაგრამ ზედაპირული ემოციებით. ნამდვილი მე აშინებს. ის არ არის საჭირო, ის უარყოფილია, ხოლო სახე, დრამატიულობა, მიმზიდველობა, ეს იხსნის. და ისტერიული ფსიქოტიპის თვისებებიდან, რომელიც შეგვიძლია რომ გამოვარჩიოთ. არტისტულობა, სიყვარული ეფექტებისადმი, ყურადღების მიმართ, მკვეთრი ემოციები, მაგრამ ხშირად ძალიან ზედაპირული. დემონსტრაციულობა, არა უბრალოდ ბრაზი, არამედ სცენა. არა უბრალოდ სევდა, არამედ ტრაგედია. მარტოობის შიში. და შემჩნეულობის აუცილებლობა, ანუ რომ იყოს შესამჩნევი. სხვისი გავლენისადმი დაქვემდებარება, ადვილად გატაცება, ადვილად აღმოჩნდებიან ხოლმე ურთიერთობებში, სადაც მათ აქებენ და სრულმორწმუნეობა, მაგიური აზროვნებისკენ მიდრეკილება, ფანტაზიების და რეალობის აღრევა ერთმანეთში. ხშირად ვერ ხედავს საზღვარს ამ ორ შორის. დრამაში ცხოვრება, სასიყვარულო სამკუთხედები, კრიზისები, ყოველთვის არის რაღაც სიუჟეტი. ეშინია მაგალითად დაბერების, ჭკნობის, მიმზიდველობის დაკარგვის. შეიძლება იყოს გარეგნულად სექსუალური, მაგრამ შინაგანად ფრიგიდული ან ასექსუალი. დაცვითი მექანიზმებიდან გამოვარჩევთ სექსუალიზაციას, ნებისმიერ სიტუაციას აქცევს ხშირად ეროტიულად. ჩახშობას, განდევნას, თრგუნავს ნამდვილ შინაგანს, რეგრესიას. დაბრუნება ბავშვურ ინფანტილურ რეაქციებში, რაც ძალიან საინტერესოდ ვლინდება ხშირად. და როგორ მუშაობთ მათთან ფსიქოანალიზში. ფსიქოანალიტიკოსთვის მნიშვნელოვანია ახსოვდეს, გარეგანის სიკაშკაშის უკან ხშირად ღრმა შფოთვა და დაბალი თვითშეფასება იმალება. ასეთ ადამიანს შეუძლია ფლირტი, გაუფასურება, პროვოცირება. ეს არის მისი გზა შეამოწმოს, ნამდვილად გამიძლებ, ნამდვილად გიყვარვარ, ნამდვილად დამეხმარები და უმეტეს შემთხვევაში ტრანსფერები, რაც ხორციელდება ფსიქოანალიტიკოსზე, არის ინტენსიური ძალიან. ფსიქოანალიტიკოსი ხდება ან იდეალი, ან მტერი, ან სექსუალური ობიექტიც კი. და ფსიქოანალიზის ამოცანა ესაუბროს კლიენტს როგორც ზრდასრულს, მაშინაც კი, როცა ის პატარა ბავშვით იქცევა და რეგრესირებს. დაეხმაროს შეამჩნიოს და გაუძლოს ნამდვილ გრძნობებს, დაეხმაროს დაასახელოს სურვილები და არ დამალოს ისინი შოუს უკან. ხარი დაუჭიროს რეალობასთან კონტაქტს, ფანტაზიის გაუფასურების გარეშე, მაგრამ შექმნას ნიადაგი ფეხქვეშ. და თანათორმეთ ადამიანი იწყებს გარჩევას. აი მე ნამდვილი, აი ჩემი ნიხაბი. მე შემიძლია ვიყო საკუთარი თავი და მაინც ვუყვარდე სხვას. რა თქმა უნდა, ეს ტიპები არ არის დიაგნოზი და ასე არ უნდა მივიღოთ. ეს არის გადარჩენის შესახებ. ადამიანის გზა ტკივილთან გამკლავების, როცა სხვა გამოსავალი არ იყო და თითოეული მათგანი არ არის განაჩენი, რადგან ყველაფერი, რაც შეიქმნა ტრავმაზე პასუხად, შეიძლება გადაიხედოს და თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც არ განსჯის ადამიანს, ვინც გაუძლებს, ვინც დაინახავს რა იმალება ნიღბის უკან, ანუ ცოცხალ ადამიანს, ეს იქნება უკვე პირველი პოზიტიური გამოცდილება მათთვის და ხშირად ფსიქოანალიზი და ფსიქოანალიზზე ორიენტირებული თერაპია ადამიანებს უქმნის ამ პირველ გამოცდილებას.
დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რომელმა ფსიქოტიპმა დაგაინტერესებთ ყველაზე მეტად და გაინტერესებთ თუ არა დანარჩენი 6 ფსიქოტიპის განხილვა. ასევე გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო, მოიწონოთ, და გამოიწეროთ ჩემი გვერდი უფრო მეტი საინტერესო კონტენტისთვის. ნახვამდის.